დღეს არის შაბათი 25 ივლისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 12 ივლისი და მაგძელებს საუბრებს ჩვენი პატრიარქის შესახებ. ჩვენი პატრიარქი არის უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუნულხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამა ჩვენი ილია. და 1991 წელია და დადგა ჩემი ვლადკურთხევის დრო, როგორც უკვე მოთხრობილი მაქვს, ესე იგი 30 დეკემბრიდან 1990 წლის 1990 წლის 30 დეკემბერს მოხდა ჩემი დიაკვნად კურთხევა და აი სულ რაღაცა 1-2 თვე მქონდა იმისათვის, რომ როგორც სასულიერო პირს მეცხოვრა და ეხლა უკვე სრული პასუხისგებლობა, უბედლობა ეს არის, განსაკუთრებით იცით იმპერიოდში, როდესაც ცოტა მღვდელია, ძალიან ცოტა მღვდელია და აი ამ დროს ვლადკურთხევა, აი ეხლა მოგიყვებით აი რასთან არის დაკავშირებული. ესე იგი ჩემი ვლადკურთხევა დაინიშნა 1991 წლის, ეხლა რო გითხრათ რიცხვი არ მახსოვს და რატო არ მახსოვს, ეხლა ვეგეტყვით. არ მახსოვს, იმიტომ რომ არ დავიმახსოვრე ეს რიცხვი სპეციალურად, იმიტომ რომ ჩემი ვლადკურთხევა შედგა დიდმარხვის პირველ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმზე. აი ასე დანიშნა პატრიარქმა, რომ ესე იგი ერთი კვირა მარხვა რო გაივლიდა, ერთი კვირის მარხვის შემდეგ მართლმადიდებლობის ზეიმზე დანიშნა ჩემი ვლადკურთხევა. და ყოველ წელს შემდეგ ასეთნაირად აღნიშნავდი დღემდე. არ აღნიშნავდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ვთვლი, რომ აი მართლმადიდებლობის ზეიმზე მოხდა ჩემი კურთხევა და ესე ამ დღეს ვიხსენებ ხოლმე. დაახლოებით განმეორდა, ესე იგი, აი ეს პროცედურულად საღამოს ლოცვის შემდეგ უკვე დიაკონი ვარ, ვსახურობ როგორც დიაკონი სიონის ტაძარში და პატრიარქმა, როგორც მოგახსენეთ, ესეთი ძველი წესი არსებობდა და ამიტომ დამლოცა და დამტოვა საკურთხეველში, რომ დილით მობრძანდება და უკვე უნდა მაკურთხოს ვლად. მაგრამ ჭკუა ვერ ვისწავლე და კიდევ შემემთხვა რაღაც განსაცდელი, ოღონდ ამჯერად აი კაციო, ანდაზაც არის საკუთარ თავს რო აუტეხავს და ზიანს მიაყენებს, სხვა ვერ მიაყენებს ამ ზიანს და მოკლედ ეს ჩემი ამპარტაუნება, რომელიც დღემდე სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალაშია. მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ხა ეს მოღვაწეობის სურვილიც არის ყველაფერი, მაგრამ მაინც რაღაცა ლოცვა კურთხევა უნდა აიღო ადამიანმა მოღვაწეობაზე პირველ რიგში რა. მოკლედ ესეთი რამ გადავწყვიტე, რომ დავიგულე, ესე იგი, ყველა ღამე მარტო ვარ რა, იქ საკურთხეველში წინასწარ მარტო ვიყავი, ეხლა ამ დიაკვნად კურთხევაზე და ეხლა ღამე არავინ არ არის იქ რა და ხო და ეს ტაძარი იკეტება და ვიღაცა უნდა დარჩე შიგნით, რადგან მე ესე იგი უნდა მაკურთხონ, ამიტომ გონია არც მათე არ იყო და არც დარაჯი არავინ რა. ხო და მოკლედ და ესეთი რამ მოვიფიქრე, რომ აი უფალს უნდა მიუძღვნა ჩემი ლოცვა და ესე იგი გადავწყვიტე, რომ ლოცვის წიგნები მოარაგებული მაქვს, დავჯდომელი, პარაკლისების წიგნი, რაღაც ყველაფერი და გადავწყვიტე, რომ საკურთხეველში თან განსაკუთრებით ივერიის ღვთისმშობლის ხატი არის ჩამობძანებული უკვე, ზუსტი 100 ათონის თვიდან, ჯერ კიდე საკურთხეველში ეს ხატი და ხო და ამ ხატის წინაშე
გადავწყვიტე, რომ მთელი ღამე, ესე იგი მუხმოდრეკილ ლოცვებში გავატარო რა. ეხლა ვერ გეტყვით, სულ მთელი ღამე მუხლებზე ვიდექი თუ დგებოდი ხანდახან და მე ისე მოკლედ ის ლოცვებს რომ მუხმოდრეკით კითხულობდი ეს მახსოვს. ანუ მუხლებზე დგავარ და ვკითხულობ ამ ლოცვებს და ეხლა რო გითხრათ ესეთი წონა ეხლა რომ აქ ესე არ მქონდა, გამختار ვიყავი ძალიან მაშინ და რაღაც ესე იგი, მაგრამ აი კარგად არ მახსოვს, ესე იგი, რატო გადავწყვიტე, როგორ მოვახერხე. მოკლედ ერთი ეს მახსოვს, რომ მთელი ღამე მუხლებზე ვატარებდი, ესე იგი, ამ ლოცვებს და ალბათ უკვე დილით რო გათენდა შეიძლება მაშინ ავდექი თუ რაღაცა და მოკლედ ესე იგი ძალიან დავიზიანე საკუთარი თავი რა. ეს თავიდან ვერ ვძნობდი ამას. ხო და ეს სისუსტე საერთოდ სულ დიდი ხანია მქონდა უკვე სტუდენტობიდან მოყოლებული, აი წელის გაშიშება, რასაც ქვია რა, რადიკულიტი. ხო და აი ეს რადიკულიტი დამემართა. ოღონდ როგორი რადიკულიტი დამემართა, იცით, აი ესე იგი ვერ ვინძრევი საერთოდ ფეხზე ვერ სწორდები, ან თუ გავსწორდები, მე ესე უნდა ვიყო გაჭიმული და მე სიარული მიჭირს რაღაცა და უცებ რომ მივხვდი რა გავაკეთე. ესე იგი ეს მეორეჯერ დადგა სერიოზული საფრთხის ქვეშ რა. ეს იმიტომ რომ პატრიარქი რომ მოდის ტაძარში, სასულიერო პირები ხვდებიან რა. აი გასვლაც არ შემიძლია რა. აი საკურთხევლიდან რომ ტაძრის შემოსასვლელამდე მიდე ვერ დავდივარ რა. ვერ დავდივარ, აი ეს უცებ გამიშიშდა ყველაფერი და არ მახსოვს ახლა პატრიარქი რომ მობძანდა დავხვდი მაინც მოახერხე გუნი, მაინც მოახერხე დახვედრა. დიაკვნის შემოვიფევიმოსე ტანსაცმელი და არა კი რაღაც ძალიან გლახათავა რა. მოკლედ. ესე იგი არ ვიცი, ეთყობა ღმერთმა შემიწოდა თუ რა იყო, მაინც აი რაღაცნაირად წირვაში მოკლედ მივიღე მაინც მონაწილეობა. ხო და წმინდაზე კი ატყობს ახლა რომ მე ცოტა რაღაც დაგრეხილი დავდივარ მაინდა-მაინც ესე იგი რო ესა, მაგრამ ხო გითხარით, აი ესეთია რა პატრიარქი, ესე შეკითხვას არ დაგისვამს რა. რა დაგემართა ახლა მომაყოლოს რა, ხენი და რაღაცა არა რა თქმა უნდა. მოკლედ ესე იგი, აი რის ვაი ვაგლახით წირვაზე მსახურება შევასრულე, მე ეს შუაწირვის დროს ხდება ეს სამჯერნო შემოტრაპეს, რომ დაიჩოქო პატრიარქთან, მოკლედ აი სხვა დიაკვნები დამეხმარენ, თორემ მარტო მაინც ამას ნამდვილად ვერ ვიზამდი, იქ ორ ადამიანს მიყავხარ თან რა. მოკლედ რაღაცნაირად ეს შედგა ეს კურთხევა, მოკლედ პატრიარქმა მააკურთხა მკვდრად, მაგრამ აი ხა იწყება აქედან ძალიან ისევ პატრიარქის პორტრეტისთვის რა, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, რა ვიცი, მე ეს ჩამრჩა მთელი ცხოვრება. მე აღარც გამიგია მეტი ეგეთი რამე რა. ეხლა რა შეესაქმე, რომ მააკურთხა პატრიარქმა, უკვე ღვთელი ვარ წირვის ბოლოსთვის და სამღვდელოება შიგნით ეზიარება ხო საკურთხეველში. პატრიარქი ეზიარა, ღვთლები გვაზიარა, როგორც მოგახსენეთ, აი ახლად ნაკურთხი მღვდელი იმ დღეს ითვლება უპირატეს მღვდლად, ანუ აი პირველი ზიარებაზე მე უნდა მივსულიყავი და მოკლედ ეს ყველა რო აზიარა, აი ზიარების შემდეგ პირდაპირ გამიბარა თავის ტახტთან, სადაც ბრძანდება პატრიარქი საკურთხეველში, შედიხარ მარჯვენა მხარეს საკურთხევლის აღსავლის კარები ქვია, ესე იგი შესავალ კარებთან, მარჯვენა მხარეს არის მისი ტახტი და დამიბარა და მეუბნება რომ ეხლა თქვენო გავზანდითო და აღსარებები მიიღეთო. აი რა გითხრათ რა, აი ელდამეცა. ხო და მე ვთხარი თქვენო უწმინდესობაო, ეხლა რო გითხრათ მეთქი რომ არასოდეს აღსარება არ მიმიღია, ეხლა ამაში არავითარი ორიგინალობა არ იქნება მეთქი რა. გასაგებია, მაგრამ აი
რას გულისხმობთ მეთქი, როგორ უნდა მივიღო აღსარება? მე ხო არ ვიცი მეთქი არაფერი. აი როგორ გადი აღსარებები მიიღე, ნუ აი ცხოვრებაში პირველად აკეთებ ესეთ რამეს რა. და საოცრება მითხრა, იცით? საოცრება მითხრა, რაც მომყვება, აი მთელი ცხოვრება მომყვება როგორც ლოცვა-კურთხევა. მითხრა, რომ თქვენგან არაფერი არ არის საჭირო. მარტო მოусმინეთ, რას გეტყვიან. აი რომ გავალ, ეხა იქ ზოგმა იცის ბრელში რომ ახალი ნაკურთხევა, ზოგმა არ იცის, მოკლედ საკურთხევლიდან უნდა გავიდე და მე მაშინ ესე ნუ სხვადასხვა ადგილას განავღლები, სადაც ბრელი ხდება, რომ გამოვიდა ყდელი აღსარებაზე და ვისაზიარება უნდა და თან ის არის დიდ მარხვის პირველი კვირაა და ბევრი მაზიარებელია ამ სიუში, ხო და ნუ მე მომიწია ესე გავედი და სადაც ხა წმინდა ნინოს ჯვარი არ დაბძანებული. აი ამ ადგილზე წმინდა ნინოს ჯვართან დავდექი არაფერი რა, გავარ. და აი თქვენ მობძანდით კი არა. გავარ და ხალხი მოდის და მოვიდა, უთ არ მახსოვს რა თქმა უნდა, ვინ მოვიდა პირველი, რა იყო, როგორ იყო, ხო და მე მაქვს ლოცვა-კურთხევა რომ მოусმინო. ხო და აი ეს ერთი რო ეს ლოცვა-კურთხევაა ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ მე ბევრჯერ ქონია ამ თემაზე საუბარი პატრიარქთან რა, რომ უნდა ისწავლო ადამიანის მოსმენა. არ უნდა შეაწყვეტინო რას ლაპარაკობს, ან შეიძლება შეაწყვეტინო, თუმცა გაიგო ისი თქმა უნდა. შენ კი არ უნდა წარმართო თუ შენ კი არ უნდა მისცე რაღაცა მიმართულება როგორ ილაპარაკოს, არა. ადამიანი რომ მოდის, მით უმეტეს აღსარებაზე რომ მოდის, ადამიანი რაღაც აქვს სათქმელი, ხო? მოусმინე. ხო და აი მართლა იცით ეს პირველი ადამიანს რომ მოусმინე რა მითხრა, ნუ რა უნდა უთხრა. არაფერი შენდობის ლოცვა უნდა წაუკითხო. ნუ ეს ხა მომზადებული ვარ რა თქმა უნდა. ამოწერილიც ამაქვს ესა, აღარ მახსოვს პირად ვიცი თუ არა უკვე შენდობის ლოცვა, მაგრამ ეს თქოში ეს სამღვდელო ბლოკნოტი გაკეთებული მაქვს უკვე რაღაცნაირად, მოკლედ ეს მაქვს თან, ხო და მოკლედ მოვიდა ეს პირველი ადამიანი, ნუ რაღაც არაფერი ესეთი რიგითი რაღაც ის იყო. ხშირად ეზიარებოდა. ეხა ამ დროს მოდის საზიარებლად, როგორც წესი ისეთი ხალხი, ვინც ეზიარება და ვისთანაც არაფერი არ არის გასარკვევი რა. ხო და მოკლედ მოვიდა ერთი და წაუკითხე შენდობის ლოცვა და მივეცი ზიარების უფლება და მე მეორე ადამიანი მოვიდა, მე მესამე და ესეთ აი რამდენიმე მაშინ აღარ მახსოვს, ბევრი არ იყო, მაგრამ რამდენიმე ადამიანი მოვიდა ესე აღსარებაზე და მე ვითომც არაფერი რა, ვითომ პირველად არა ვარ გამოსული, მოვისმინე და კი ბატონო, ერთმა შეგინდოთ და წაუკითხე ლოცვა და მოკლედ მივეცი ზიარება. ეხლა რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. მე გავიგე ეს ყველაფერი, რასაც ახლა გეტყვით, აი რა არის პატრიარქის, აი რა ვიცი, კიდე მორიგი სიმამაცე, თუ რა ვიცი, რა დავარქვა ამას. აი როგორ თავისი მხრებით ამოწია ეს ეკლესია და როგორ დააყენა ფეხზე ესე იგი რა ეს. ეხლა რა შეასაქმე? საქმე ის არის, რომ ეხლა საბერძნეთში მაგალითად, მერე უკვე როდესაც სასულიერო პირები გავიცანი, მთავრები გავიცანი, ერთ-ერთი მდელთავარი 60 ღვთისმეტყველებას კითხულობდა ჩვენს ახალქალაქის სასწავლებელში სასულიერო პირებისათვის და აი 60 ღვთისმეტყველებას გვიკითხავდა და იმან დეტალურად მოგვიყვა მერე ეს ყველაფერი. ეხლა რა ხდება? საბერძნეთში არის ესეთი წესი დღემდე, რომ ახლად ნაკურთხ მღვდელს, აი რომ ეკურთხა მღვდელი, ხო? ესე იგი არაფრის უფლება არ აქვს გარდა იმისა, რომ წილლოცვა ჩაატაროს. ესე იგი არავით არის შეხება მრევლთან, არავით არის, არც აღსარებაზე ხო არ არის ლაპარაკი საერთოდ. არამედ გადაგების უფლებაც არ აქვს. აი არაფერი. უნდა ასრულოს, წირვა ჩაატაროს და ნუ აი ეს უნდა იცოდეს რაღაც გამოსცემსაც აბარებს რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ აი პანაშვიდის გადახდა, პარაკლისის გადახდა, ამ შემდეგ ნათლობა, ჯვრისწერა, აი ეს წესების შესრულება რა. ესეთი წესი არის საბერძნეთში. რომ მღვდელს ვაკურთხებენ, ის აი მხოლოდ ამითია დაკავებული. ამის შემდეგ თუ მღვდელი მიიღებს, ესე იგი შესაბამის განათლებას, ნუ მე ჯერ ესე იგი რომ აკურთხა სასულიერო აკადემიაც კი არა მაქვს დამთავრებული. 92 წელს დავამთავრე სასულიერო აკადემია. ეხლა 91 წელია. ხო და
და კიდევ ესე იგი მოკლედ ესე იგი მგდელმა უნდა მიიღოს შესაბამისი განათლება და კიდე დრო უნდა გავიდეს და მერე კიდევ უნდა გაუწიოს რეკომენდაცია სხვა მგდელმა გამოცდილმა უფრო და აი ამის შემდეგ შეიძლება მისცენ სულ რამდენიმე წუთიანი ქადაგების წარმოთქმა ის უფლება ამბიონიდან წირვის შემდეგ და მან უნდა განმარტოს საფრთხო წერილი. აი ეს გამოცდები უნდა ჩააბაროს ყველაფერი, განსაკუთრებული რაღაც სპეციალური მომზადება უნდა გაიაროს, რომ წირვის შემდეგ სახარებიდან იკითხება, რა თქმა უნდა, ყოველწირვაზე რაღაც ადგილი იკითხება სახარებიდან და აი სახარების ადგილი უნდა განმარტოს, ოღონდ ამისათვის მიცემული აქვს, რა ვიცი, ალბათ 7-10 წუთი რა. აი ეს არის უკვე რაღაცა იმის შემდეგ, რაც ეს წესების შეეჩვევა, რაღაც უკვე ასრულებს ყველაფერს კარგად, აი ამის შემდეგ ხდება ეს. რაც შეეხება აღსარებას, ესე იგი მინიმუმ 20 წელი მაინც უნდა იყოს გასული. 20 წელი უნდა იყოს გასული, რომ საერთოდ დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში. რომ შეიძლება თუ არა მგდელს მიეცეს აღსარების უფლება. ხო და ყველა ესე იგი არსებობენ მგდლები, რომლებიც ისე დაასრულებენ თავის ცხოვრებას, რომ მათ არ ქონდათ უფლება, რომ აღსარება მიეღოთ. აი ესეთი რამეც კი არსებობს. და თუ მიიღებს, აი ამას კი უკვე ძალიან სერიოზული რეკომენდაციები ჭირდება მისი სულიერი მოძღვრის და ასევე სხვა სამღვდელოების. ეხლა ზუსტად ვერ გეუბნებით ეს პროცედურულად როგორ არის, მაგრამ აი ეს 20 წელი მაინც უნდა იყოს გასული. და წარმოიდგინეთ, ეხლა ამას აქვს რა თქმა უნდა თავისი გამართლება, იმიტომ რომ საბერძნეთის ეკლესიაში წყვეტა არ ყოფილა, ეს საშინელი პერიოდი აი ამ კომუნისტური რეჟიმის, არ რომ ამოწყვეტეს მთელი სამღვდელოება და რაღაც ესე არ ყოფილა. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ ასე რომ ვთქვათ, აი ამ ფუფუნების საშუალება ბერძნულ ეკლესიას ჰქონდა ყოველთვის. რომ ესე იგი, ეს უწყვეტი, ესე იგი, რაოდენობრივად ყავდათ ამდენი მგდელი, რომ აი ასეთნაირი წესები ალბათ ჩვენთანაც ასე იქნებოდა, მე ესე ვფიქრობ, ადრე ალბათ ჩვენთანაც ასე იქნებოდა, რა ვიცი, როდის ვიყავით ბევრნი, ეგეც არ ვიცი, ხა მე მგონი დღეს რო არის ეკლესია, მე არ ვიცი, ესე იყო თუ არა, აი როგორც ჩვენმა პატრიარქმა ეს ეკლესია შეიძლება ითქვას ფეხზე დააყენა, რამდენი მღვდელმთავარი ყოს. მე მგონია, რომ ამდენი მღვდელმთავარი ჩვენ არ ყოლია საერთოდ ისტორიულად. მით უმეტეს აი ეს სამღვდელოება, პატარა ქვეყანა ვართ და ამიტომ რაღაც ესე და ამიტომ ესე იგი აი ამისი ფუფუნება ეხლა რომ მგდელს მისცე რაღაცა დრო, რომ აი რაღაც კარგად შეისწავლოს, გამოცდები ჩააბაროს რაღაცა, ჩვენ ეკლესიას მაშინ ყოველ შემთხვევაში არ ქონია, ეხლა უფრო მეტად არის ამისი საშუალება, რომ კარგად მოემზადოს ადამიანი. და მაშინ არ იყო ამის საშუალება და მოკლედ აი ესე მარტო მე კი არა, ალბათ მე არ გამიგია, რომ აი ესე პირველივე წირვაზე ვინმე გაეშვას პატრიარქს, არ დავინტერესებული ვარ უბრალოდ ამით. ალბათ ეგეთ შემთხვევები კიდევ იქნებოდა, ახლა ჩემზე ხო არ გამოიგონებდა ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან უჩვეულო იყო, ჩემთვისაც უჩვეულო იყო ძალიან და რა გითხრათ ახლა პატრიარქი რა ვთქვათ, მენდობოდა თუ რა იყო, მოკლედ აი ასეთი ლოცვა კურთხევა მომცა რა და ესე დაიწყო ჩემი ესე იგი სამოძღვრო მსახურება. რის ვაივალგახით, მოკლედ ეს წირვა დაამთავრეთ და ამის შემდეგ უკვე როგორც იქნა, დამთავრდა წირვა, წავედი სახლში, აი ვერ ვინძრევი ისევა რა. ხო და ეხლა ამას კიდე დაემატა რაღაცა შემდეგ, დამირეკა სახლში, ესე იგი რა ვითარებაა, რა აი კიდევ ერთხელ წარმოიდგინოთ ეკლესიაში, დამირეკა სახლში მამა ზურა ბანთაძემ, ეს არის მამა ბასილი, დღეს ესე არქიმანდრიტი ბასილი და მამა ზურა ბანთაძე, ეს არის ძმა მეუფე დანიელის, მაშინდელი მამა დავითის. დამირეკა სახლის ტელეფონზე, მაშინ ახლა ცხადია მობილური ტელეფონები არც არსებობდა მაშინ და დამირეკა და ეს რამეს მეუნება, რომ იცით რა, ხვალ დილითო ორშაბათს.
ჩვენს ტაძარში ეს არის უკვე მეორე კვირის ორშაბათი. ჩვენს ტაძარში ეს იყო მიხეილ წერელის ტაძარი არის მთაწმინდაზე. რუსული ეკლესია, რუსული როგორ ეხა მაშინ რუსულადაც აღესრულებოდა მსახურება და სწორედ ეს მამა მაშინდელი მამა ზურაბი წმინდა სვანიტო დანიშნა იქა რომ ქართული წირვა უცვა და ქართულად შესრულებული იყო გარდა რუსულისა და მე შემდეგ ისე მოხდა რომ ეს ვინც რუსულად ასრულებდა გონის სამდელოებაც ისიც აღარავინ აღარ დარჩა ცოცხალი და ფაქტიურად ეს როგორც ქართული ტაძარი დღეს ისეა თუმცა არქიტექტურულად რუსული თეთრი ტაძარია ესეთი და მოკლედ იქ მსახურობდა და აი ამ ტაძარში დილით უნდა შესრულდეს ზეთის კურთხევის საიდუმლო. ანუ 7 ჯერ ზეთის ცხება, როგორც ჩვენ ახლა ვეძახით და აი 7 ჯერ ზეთის ცხებაში მთხოვა რომ მონაწილეობა მიმეღო. იმიტომ რომ თუ 7 მღვდელი მონაწილეობს, მაშინ რაც არ უნდა ბევრი ხალხი იყოს, მარტივად ტარდება ძალიან და მე კი ესე იგი, როდესაც შემომთავაზა ეს ვერ წარმომედგინა რომ ასეთნაირად შეიძლება უკვე იწყება ესე რომ თქვა ჩემი სამდელო პრაქტიკა და რა თქმა უნდა მამა ზურაბსაც ყველაფერი უწმინდესისგან ახლოს საკურთხევა მიღებული მაგრამ 7 მღვდლის მოგროვება გვიჭირსო მოკლედ რა არა ყოსო და თუ შეიძლება რომ თქვენ რო გთხოვოთ რომ ერთ-ერთი იყო ხა რა მევალება იქაც არაფერი მე ვკითხე რომ არ ვიცი ხა ეგეც იმასაც ეგრე უთხარი ხარ რა თქმა უნდა გუშინ მაკურთხეს უბრალოდ დღეს მაკურთხეს და დღეს აღამოს მირეკავს და ხო და იცი რა არაფერი არ არის შენგან საჭირო გარდა იმისა რომ შენ ხარ მღვდელი და შენ შეგიძლია რაღაც შეასრულო რა ესე იგი რომ მივედი ტაძარში ეს ლოცვები წაიკითხეს თავიდან ბოლომდე და შემდეგ 7 მღვდელი დადგა და ხალხი ჩადგა რიგში და ერთისგან იწყო, მეორესგან იწყო, მესამესგან და 7 ჯერ იწყო ერთმა ადამიანმა ზეთი და მე კი ესეთ გავარდა უბრალოდ ვაცხებ თან. მე მაშინ მაქრივად ცოტათი შეშინებული ვარ, იმიტომ რომ 7 ჯერ ზეცხების საიდუმლო კი მინახავს და მეც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მით უმეტეს სამთავროში მამა გაბრიელი, ხა დეტალებს ყველაფერს აღარ მოუყვები და ერთ-ერთი ასეთი ის იყო მაშინ არ ვიყავი მღვდელი და მამა გაბრიელი შემოვიდა ზამთარია რა ცივა დიდი მარხვის ახლა ესეც ადრე დაიწყო მარხვა ამ წელსაც 1991 წელს იმიტომ რომ აღდგომა ეს მახსოვს ამას მოგიყვებით აღდგომა დაემთხვა ხარებას ანუ 7 აპრილს უკვე აღდგომა იყო ამ წელს 91 წელს და ეს ხარების და აღდგომის დღესასწაული დაემთხვა ეს ხარება კალენდარულია და ეს კი გარდამავალი და ესე დაემთხვა ერთმანეთს ხო და აი რაღაც ესე იყო რომელიღაც წინა წელს და ძალიან ციოდა და მამა გაბრიელი შემოვიდა ტაძარში ესე იგი მეუფე დანიელი ანუ მამა დავითი ასრულებდა ამას ყვირილი დაიწყო პირდაპირ რომ რა არის რა ხდება და გაშეშდა ყველა ესე იგი მათ შორის თვითონ მამა დავითიც რომ როგორ შეიძლება თქვენ მერთის გომელები ხართ რა რაღაც ხო და რა იყო მამა გაბრიელი რა მოხდა რა დავაჩვენეთ არაფერს გავარდა ზეთის ხებას მეუფე მარტოა თან მღვდელი და კითხულობს ამ ლოცვებს და ხო და როგორ შეიძლება რომ ფეხზე გაცვიათო და ისეთ გახართ რა გაიხადეთ ეხლავე ყველა ფეხზე გაიხადეთ ეხლავე ყველა და გააჩერა მამა დავითმა ესე იგი ეს მსახურება და აღარ მახსოვს იქ ხალი შეეგო თუ არა ყოველ შემთხვევაში მოვიტანეთ მე დავაგეთ ხო და აი ფეხში შველები ვდგავართ რა თუმცა როგორც ივა იცით აი ვერცერთ ტაძარი გაყინული არავით არ გათბობა და ესე იგი ესეთი რამე უთხრა მამა გაბრიელმა რომ დააცხო შუბლზე მერე ნიკაბზე ლოყებზე ყურებზე ხელებზე ეს ანაკეთ მე ასე ვაცხობ მე ხარ რომ ეს ხელი შრალი რო კონდეს ადამიანს მერე ყელზე და ფეხებზე როგორ უნდა აცხო უნდა დაიხარო ბოლომდე ჩაიკუზო და აცხო ერთ ფეხზე მერე მეორე ფეხზე ანუ რამდენი ადამიანიც არის ფაქტიურად იმდენი მეტანია უნდა გააკეთო მღვდელზე ლაპარაკი
ხოდა ნუ ახლა იქ პატარა ტაძარში კი სრულდებოდა, მაგრამ ბევრნი ვიყავით და მოკლედ აი ესე და ეს დიდხანს გრძელდება თან. ხოდა ეს მახსოვს მე 7 ჯერ ზეცისხება ჩემთვის ეს არის და ეხლა წარმოიდგინეთ ამ გაშეშებული წელით ეხლა ნუ ავიცი ვიფიქრე ვეთყვი რომ არ შემიძლია რაღაცა მაინც ეხლა უარი ვერ ვთხარი. ხოდა მივედი და არა იქ რაღაც ხანერად ჩატარდა აი ესეთ გახარ მარტო შულზე და მიდის შულზე მეორე ადამიანს მიდის და აი ნუ ეს კი შევძელი რა რაღაცნაირად. ეს კი შევძელი და ნუ ეხლა კიდევ ესე იგი დღეს არის ორშაბათი ხო? და ყოველ ორშაბათს პატრიარქი მობრძანდება სიონის ტაძარში და ასრულებს ვარაკლის. ბავშვების დალოცვა ესე ქვია რა. ხო და ეხლა ვიფიქრე რომ აი რას იფიქრებს პატრიარქი რა. გუშინ მაგურთხა და დღეს მე აი უკვე დავიწყე და არ მივდივარ რა. ვარაკლის. არ მივდივარ კერეთ აი ვერ ვინძრევი ისე ვარ, მაგრამ ნუ რა გითხრათ რა. მოკლედ მაინც გადავწყვიტე რომ საღამოს ნუ რა არის ვაგვახით მოკლედ მივსულიყავი უკაცრავად მოკლედ მივედი პარაკლისი დამთავრდა, პატრიარქმა იქადაგა და აი ამ მიმდინარეობაში ხა რა კიდევ ერთი ამბავი მოხდა და დედა ელენეს არის მონაზონი, რომელიც არის მეუფე დანიელთან. ნუ სულ იქიდან მაშინ ჯერ კიდევ ესე იგი მონაზონი არ იყო მაშინ იმ პერიოდში. მაგრამ ნუ აი მეუფე დანიელთან არის განუჩორებლად სულ ემსახურება რაღაცა მინდა გითხრათ რომ ესეც პატრიარქის როცა კურთხევით არნახული რაღაცა იყო მაშინ ეს რომ ესე უგდელს შეიძლება და მით უმეტეს ესე იგი მე როდესაც მეუფე აღიკვეცა და მე მით უმეტეს ეპისკოპოსს რომ ესე ყავდეს მურჩილი რომელიც აი მესენაკე რა ესე რომ ვთქვათ რომელიც ნუ ჭირდება ხო ადამიანს ყველანაირად ეხა მაშინ შენ თვითონ უნდა გააკეთო ყველაფერი ეს რიცხვა არის თუ რაღაცა რომ შენ თვითონ გააკეთო რომ ნუ ხო გჭირდება ადამიანს რაღაც მომსახურება და შენ თვითონ ამან მაგრამ თუ შენ ემსახურები შენ თავს მაშინ ამაზე ძალიან დიდი დრო მიდის და ეს ნუ მროსაკდება აი დედა ელენემ მაშინ ლალი ერქვა ხო და ეს რაღაცა ძალიან დიდი ღვაწლი აიღო თავის თავზე და თან ბევრი ადამიანი განიკითხავდა თან რაღაც მოკლედ რთული ამბავი იყო და ფაქტიურად შეიძლება ითქვას პატრიარქის უცხოურთხევით აი დედა ელენემ ეს დააკანონა და დღეს ეს უკვე მიღებული პრაქტიკა არის ჩვენს ეკლესიაში რომ ესე შეიძლება მოკლედ რა. ხო და მოკლედ დედა ელენემ სანამ მაკურთხევენ კორ დაინიშნა მითხრა რომ ესე იგი გამზადებული ყავს უკვე მრევლი ჩემთვის სულიერი შვილები მოკლედ ვინც მე უნდა ვიზეც უნდა ავიღო პასუხისგებლობა და მოკლედ ამ საღამოს დადგა ეს დრო როდესაც ესე იგი პირველი სულიერი შვილი მოდის ჩემთან რა. ოღონდ ეხლა ამაზე ცოტა ხანი შევჩერდები კიდე და მინდა გითხრათ რომ ეს ეხლა არის ნუ რა გითხრათ ჩემთვის თქვენთვის ყველასთვის არის ჩვეულებრივი ამბავი რომ ესე იგი ადამიანს უნდა ყავდეს მოძღვარი და მღვდელს უნდა ყავდეს მრევლი სულიერი შვილები. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს რომ შენ ირჩევ სასულიერო პირს და მიდიხარ მასთან და უთანხმდები იმაზე რომ იგი იქნება შენი მოძღვარი. ანუ შენ ერთ მღვდელთან თუ რაიმე აუცილებლობა ის თვითონ გაგაგზავნის სხვასთან, მაგრამ ძირითადად ერთი და იგივე მღვდელთან მიდიხარ და იმას ეუბნები შენს აღსარებას. ეს მღვდელი, ანუ შენი სულიერი მოძღვარი, შენ გიმახსოვრებს თავიდან ცხადია რომ ხა თუ ბევრი ყავს ადამიანს პირველი მისვლაზე ძნელია ყველას დამახსოვრება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის თავარი პირობა ხო მღვდლისგან რომ უნდა ახსოვდე რა
და უნდა ახსოვდეს შენი ცხოვრება, შენი ყველაფერი და უნდა ესე იგი გარდა იმისა, რომ მიდიხარ და აღსარებას ეუბნები და შენდობას იღებ და ის გაძლევს ლოცვა-კურთხევას, რომ შენ ეზიარო, ეს არის მთავარი. ესე იგი ვისგან იღებ ლოცვა-კურთხევას, რომ ეზიარო. და ეს კი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად უნდა აიღო ადამიანმა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ესე იგი უფლება უნდა გქონდეს, რომ ეზიარო და ეს უფლება უნდა ვიღაცა მოგანიჭოს და ეს ვიღაცა უნდა იყოს შენი სულიერი მოძღვარი. გარდა ამისა არის კიდევ ასეთი შემთხვევა, რომ აი უცებ რომ წარმოვიდგინოთ სხვანაირად როგორ შეიძლება რომ არ გყავს სულიერი მოძღვარი და როგორ შეიძლება ეკლესიურად იცხოვრო, ხდება ესეც. ხო და აქ არის კიდევ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ რაღაცა დააშავე შეიძლება, შეიძლება აღსარება ნათქვამი გაქვს, მაგრამ ნუ რაღაცა მოხდა რა, ისეთი და შენ გადაწყვიტე რომ ზიარების ღირსი არ ახარ და შენ გადაწყვიტე რომ აღარ ეზიარები ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა. აი ეს არის ძალიან საშიში. ძალიან საშიში, იმიტომ რომ ეს შეუძლია რომ ადამიანი გამოიჭიროს რაღაცნაირად ესე და თანდათანობით საერთოდ ჩამოაშოროს ეკლესიას. ამიტომ არა, ესე იგი, არც უფლების მიცემა არ შეიძლება საკუთარი თავისთვის ზიარების და არც აკრძალვა არ შეიძლება საკუთარი თავისთვის ზიარების. აუცილებლად ეს სხვა უნდა გააკეთოს და ეს სხვა არის შენი სულიერი მოძღვარი. აი ესე მე რომ ეკლესიაში მივედი, ნუ აი გავიგე ეს ამბავი რომ მოძღვარი უნდა მყავდეს, პირველად სხვა შორის ესე არ იყო 85 წელს ვეზიარე, პირველად 1985 წელს და მე თვითონ გადავწყვიტე რომ აი უნდა ვეზიარო და მაშინ აი როგორ გითხრათ ძალიან რთული სიტუაცია იყო ესე და მივედი, ხა აღარ მოყვები დეტალებს. ხო და მივედი და ესე მივედი ერთ-ერთ მოძღვართან და მომცა ზიარების უფლება, ნუ ხიქ როგორ მოხდა და რა მოხდა კიდე სხვა საკითხია. საერთოდ ნუ ესე არ მიცნობდა პირადად ეს მოძღვარი. ხო და მომცა ზიარების უფლება და მე გავიდა, ესე იგი 2 წელი თითქმის რომ მე უკვე მეორეჯერ როდესაც ვეზიარე. უკვე რომ მამა დავითი რო გახდა ჩემი მოძღვარი და მე ამასობაში უკვე ნელა გავირკვი ამაში რომ აუცილებლად უნდა ყავდეს სულიერი მოძღვარი. და არასდროს არ დავფიქრებულ ვარ ამაზე, რომ აი შეიძლება თუ არა რამე სხვანაირად. და მინდა გითხრათ, რომ როგორც მე აღმოვაჩინე, ეს სულაც არ არის ესე სხვა ადგილობრივ ეკლესიებში. ანუ ეს რომ აი ყველა ადამიანს უნდა ყავდეს სულიერი მოძღვარი, ეს არ ჩვენი პატრიარქის დაწესებული. აი გაგიკვირდებათ, არ ვიცი, ალბათ, აი თუ გიფიქრიათ ამაზე, აი ნამდვილად გასაკვირებელი და გასაუგნებელი ამბავია, რომ აი დღესაც სხვა ადგილობრივ ეკლესია საბერძნეთში ცოტა სხვა ვითარებაა, მაგრამ აი რუსეთში კი მინდა გითხრათ, რომ მაქვს შეხება ამასთან და იქ როგორ არის, იცით? იქ თითქმის არავის არ აყავს სულიერი მოძღვარი, როგორც წესი. ნუ ყავთ და არიან იქ სასულიერო პირები, რომელსაც ესეთი მრევლი ყავს, რომელიც აი პასუხისგებლობას იღებენ თავზე, რისი რომ ადამიანი მოდის ერთი და იგივე მოძღვართან და გეუბნება, რომ ისიც იქაც ცოტა რისი არის, რომ შეუძლია სხვასთანაც მივიდეს და თქვას აღსარება და ეზიაროს. ხო და მე კი როდესაც მაქვს შეხება ამ რუსეთის ეკლესიის მრევლთან, ვეუბნები, რომ არ ქნათ ესე, არ შეიძლება. ერთი და იგივესთან უნდა თქვა სულ აღსარება, იმიტომ რომ მე იცოდი შენიებები. ხა შენ აქ რაზეა ცით ლაპარაკი? აქ ჩვენთანაც ამაზე იყო საუბარი, რომ ეხა ერთ წოდვას ჩაიდენ და თულთან მიხვალ და მე ამასთან ცხენია და მეორე წოდვას ან იგივე წოდვას გაიმეორებ და ეხა მეორესთან მიხვალ და იმან არაფერი არ იცის და ესე იულად გასვლა ქვია ამას რა, ხო? და მიიღებ უფლებას და როცა ერთ იგივესთან დადიხარ, თუნდაც უმნიშვნელო, რა ვიცი რა არის უმნიშვნელო, პატარა წოდვა იყოს, უკვე რამდენჯერმე რომ გაიმეორებ, ეხა ამაზე მოგიყვებით მე უფრო დაწვრილებით. რამდენჯერმე რომ მიდიხარ ერთ იგივე ცხენია, ნუ რაღაცნაირად კიდე გააკეთე კაცო, კიდე ჩაიდინე რაღაცა ეგეთი იგივე რაც უკვე მონანიებული გაქვს უკვე აღსარებაში. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ აი სულიერი მოძღვარი რომ ყველა ადამიანს უნდა ყავდეს თავისი, ეს არის ჩვენი პატრიარქის წარდგენა და უფრო მეცაც გეტყვით კიდე. აი საბერძნეთის ეკლესიაში მაგალითად ესეთი წესია, უკაცრავად. მოგეუბნებით ამას ყველაფერს მე რო გებუღოთ ჩვენ არც ვიცით. საბერძნეთის ეკლესიაში ესეთი წესია, რომ იქ არიან ეს სულიერი მოძღვრები. ქართულად არა გვაქვს იქ სიტყვა ჩვენ. ნუ მოძღვარი თუ
ხუცესი, აი რაღაც ესე დეფინიცია არ აქვს მინიჭებული, აი იმას, რასაც მაგალითად ბერძნულად თქვა გერონტა. ნუ ხუცეს ნიშნავს. პირდაპირ გადავა ეს არის ხუცესი, უბრალოდ ეს არის სტარეც. ხო და აი ეს გერონტა არის ესე იგი საბერძნეთში. და ყველა მიცის, ყველა ქალაქში არის შეიძლება ერთი ან ორი ეგეთი, იმიტომ რომ ხომ მოგახსენეთ, იქ მღვდელს უბრალოდ უფლება არ აქვს აღსარება მიიღოს. აი ჩვეულებრივ მღვდელთან მიხვიდა, არ მიგიღებს რა აღსარებას. ხო და არ აქვს უფლება და აი ეს გერონტა არის, რომელიც ღებულობს ესე იგი აღსარებაზე ადამიანებს, ოღონდ ამ გერონტასთან ესე იგი თუნდაც რომ შენ შეთანხმებული იყო ერთ და იგივესთან მიდიხარ, იმანაც იცოდეს რომ შენ მასთან დადიხარ ხოლმე. ხო, ესე ყოველდღე ვერ მიხვალ რა. ვერ მიხვალ, ამიტომ იქ ესეთი წესია რომ მიდიხარ ეუნები აღსარებას და ეხლა კიდე ერთი გასაკვირი ამბავი უნდა გითხრათ რა. და აი ამ ნათქვამი აღსარებით, ესე იგი 2-3 თვის განმავლობაში, 4 თვის შეიძლება მიხვიდე და აღსარების გარეშე ეზიარო. ბერძნულ ეკლესიაში ესეა. ანუ ეს კი არის, რა თქმა უნდა, ორი სხვადასხვა საიდუმლოება. ესე იგი ეს არის სინანულის, ანუ აღსარებას რო ამბობ და მეორე არის ესე იგი ეს ზიარების საიდუმლო, ხო? ხო და ესე იგი ეს არ არის ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში, ოღონდ ეს მე გვიან გავიგებ. უკვე მღვდელიც ვიყავი და ვერ წარმომედგინა რა სხვანაირად. ხო და მე იცით რა მოხდა? ესე იგი უკვე როდესაც ეს საზღვრები გაიხსნა უკვე 90-იან წლებში და როდესაც უკვე ეს მიმოსვლა დაიწყო და მათ შორის საეკლესიო სასულიერო პირებისაც და მრევლისაც, ხო? და როცა უკვე შესაძლებელი იყო კომუნისტებს არაფერი არ შეიძლებოდა საერთოდ და როცა ეხლა უკვე შესაძლებელი გახდა, ნუ საბერძნეთის გამოჩნდნენ სასულიერო პირები ჩვენთან, რომლებიც ძალიან აქტიურად შევიდნენ ურთიერთობაში მაგალითად ბერძენ სასულიერო პირებთან. ნუ რუსეთში მიმოსვლა ყოველთვის შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის დროსაც, მაგრამ ნუ იქაც იგივე აკრძალვები იყო რა ჩვენთან. ეხლა კიდევ ვერც გეტყვით, აი რუსეთის ეკლესიაში მე მაგალითად აქ ჩვენთან არც მინახავს ეგეთი რამე, არც მინახავს და იქ კი ესე იყო, რომ ნუ ეხლა იქ დიდი მთავარი განსხვავება ჩვენსა და რუსეთს შორის, ზოგადად ქვეყნებს შორის და ასევე შესაბამისად მრევლს შორის. მთავარი განსხვავება არის ის, რომ ისინი არიან ძალიან ბევრი. ნუ აი დიდი ტაძრები აქვს და ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ეს აკრძალვები საბჭოთა კავშირის დროსაც იყო, ესე იგი მღვდელს აკრძალული ქონდა მაგალითად ამ მრევლთან ურთიერთობა, როგორც ასეთი რა. ხო და ეხლა რას ნიშნავს, რომ აი ზიარების წინ ესე იგი მღვდელს ქონდა უფლება გამოსულიყო და 15 წუთი ქონდა აღსარებისათვის და საზიარებელი არის მაგალითად 100 ან 200 ადამიანი თქვა, ხო? ხო და ნუ აი სათითაოდ რომ მოვიდეს ადამიანი. უბრალოდ ამის ფიზიკურად არ გაძლევენ ამის დროს რა. ესეთი ვითარება. ხო და ნუ იქ იყო მაშინ ესეთი ეხლა რატო არის რუსეთში ესე ამასაც გიხსნით ახლა, მაგრამ ნუ აი ჩვენ პატრიარქის წყალობით ჩვენთან თავიდანვე ეს დაინერგა ესე რა. მეც რომ მივედი ეკლესიაში მე მოყოლილი მაქვს, რომ მაშინ 4 ადამიანი იყო სულ, 4 ადამიანი, ვისაც აი ცნობილი იყო, რომ ყავს თავისი მრევლი. და აი 4 ადამიანიდან ერთ-ერთი უნდა ამერჩია და მე მამა დავითი ავირჩია მაშინ. მე უნდა ამერჩია ესა, მამა დავითი ავირჩია და მასთან დავიწყე ვთხოვე, რომ აი თუ შეიძლება თქვენთან მოვხომე აღსარებაზე და კი ბატონო და შევთანხმდი და დავიწყე და დავდიოდი მასთან. ოღონდ ასეთი ადამიანი ჩვენთან 4 იყო და მე უკვე თანდათანობით უკვე რომ ახალი და ახალი მღვდლები რომ ეკურთხნენ, ნუ აი სანამ მღვდელი ეკურთხეს, მე უკვე ჩემს მერეც კიდევ ესე დიდხანს გრძელდებოდა, რომ ემზადებოდა უკვე აი დიაკონია, ხო, უკვე ვიცით და რომ ემზადება საკურთხევლად, უკვე რიგი იდგა ხოლმე რა, რიგი, რომ აი ბევრი ადამიანი, ჩემთანაც ბევრი ადამიანი მოდიოდა უკვე მალევე, ესე იგი კურთხევის შემდეგ. იმიტომ რომ ბევრი მზარდი ეკლესიაა და მოთხოვნილებაა ესეთი. ხო და იმას გეუბნებით, ახლა ცოტა არეულად გიყვებით, მაგრამ აი რუსეთში მაგალითად, ხო, რა შეგვიძლია იცით მღვდლები?
ესე იგი, მიწისქვეშა ეკლესია არსებობდა და რას ნიშნავს, ნახეთ, რომ ესე იგი უდელი, ჩვეულებრივ პალტო აცვია და საერო ტანსაცმელი, ოღონდ ეს კაბა აცვია, ოღონდ და ოლარი და სამაჯურებიც უკეთია, ოღონდ უკეთია პალტოს შიგნით. და მეტროში, ესე იგი, დადის მეტროთი ეს უდელი, და ესე იგი, მრევლი მეტროში ისეთი ჭყლეტაა, იქ რუსეთში ყოველთვის ახლა დიდი ხანი არ ჩავს ვარ და ხო და რამდენიმე მრევლიდან დაყვება ადამიანი, რომელიც ადგილს უნახავს რა. მის გვერდზე ზის მაგალითად, ეს მივა, იქ დაждდება სადღაცა, ეს დაждობა ძალიან ძნელია, მაგრამ დაეხმარება მრევლი, დაждდება ზის და ეს გვერდზე ვინც არის, ადგება და იქვე დაუთმობს ადგილს მეორეს, მერე ის მეორე ადგება და ის შეთათელი ის არის და ეს მეტროში ჩუმად ესე იგი თავჩახელების ხედან და ეს უყვება თავის აღსარებას და ეს უკითხავს შენდობის ლოცვას, და ალბათ იმ ულარს ვერ ადებს თავზე. მოკლე ულარი უკეთია. აი ესეთი სირთულეების წინაშე ვიყავით და ხო გენთ აი რუსეთში ეს ძალიან ძნელია რა. რუსეთში აი მეტროში და აქ ახლა ჩვენთან ამის აუცილებლობა არ იყო, მაგრამ მაინც მოკლედ აი ის რომ ესე იგი ახლა ყველა აღსარებაზე გამოდიოდნენ მღვდლები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროსაც აი ეს ბოლო პერიოდში გამოდიოდნენ და მაგრამ მაინც ესეთი ახლა ჩვენ პატრიარქამდე როგორ იყო მართალი გითხრათ არ ვიცი, იმიტომ რომ მანამდე მე არ დავდიოდი ეკლესიაში საერთოდ. მაგრამ როგორც ჩანს ეს პრაქტიკა რაღაცნაირად არსებობდა, რომ მთელი გამოდის აღსარებაზე ზიანებისი მიდიხარ და მოკლედ ეუბნები რა დააშავე რა. მაგრამ აი ეს რომ ესე იგი დაუდგინოს ადამიანს მოძღვარი ყველა მე არ ვიცი ხა ჩვენთან დღეს როგორი ვითარება, მაგრამ ესე მგონია, რომ არ ვიცი, მე სხვანაირად არ ვიცი, რომ ყველა ადამიანს უნდა ყავდეს თავის მოძღვარი. ეს არის აი ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვეულებრივი ამბავია, ხო? რომ ესე იგი ეკლესიაში ვისაც თუ გინდა მოძღვარი უნდა აირჩიო რა. და მე იმ მოძღვართან ივლი და ის მოგეხმარება გასწავლის, მოკლედ მთელი მასწავლებელიც არის, მრჩეველიც არის და ზიარების მომნიჭებელიც არის რა, მის ნებართვის, რომ ეზიარო. ხო და მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ აი ეს წესი თურმე ჩვენმა პატრიარქმა დაადგინა ჩვენ ეკლესიაში, როგორც მე შევიტყვი. ხო და აი ის არ მithkoms კიდევ ერთი რამე რა. აი ეს როდესაც ეს ახალგაზრდა მოძღვრებმა დაიწყეს საბერძნეთში სიარული 1000 წელზე მათ შორის რაღაცა. ეს პრაქტიკა იქაური, რომ არსებობს აი ეს გერონდა და ანუ ხუცესი და იმასთან მიდიხარ და რამდენიმე თვეში ერთხელ ეუბნები აღსარებას, ეს პრაქტიკა შემოიტანეს. ოღონდ შემოიტანეს ლოცვა-კურთხევის გარეშე. იმიტომ რომ მე თვითონ ბევრჯერ მილაპარაკია პატრიარქთან ამ თემაზე და დღესაც აი მე დღემდე ესე ვაკეთებ. კატეგორიულად გვიგრძალავდა პატრიარქი აღსარების გარეშე ადამიანის ზიარებას. მობრძანდით გისმენთ, ზიარებაზე მოდის რა ადამიანი. ხო და მე ეხლა სულ ვეკითხები ამას, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც ხდება ესე რომ ესე და როდის ბრძანეთ თუ მე გამოდივარ ზიარებაზე თუ არა და მოძღვარი რომ გამოდის ჩემი ლოცვა-კურთხევა ესეთია რომ აუცილებლად თუ უცნობი ადამიანი უნდა კითხოს როდის ეზიარეთ ბოლოს. თუ გუშინეზე არა უშავს, მაგრამ ერთი კვირის წინ აღსარება ბრძანეთ, ჩააბარეთ ვინმეს ეხლა აღსარება. არა, ერთი კვირის წინ არა. ჩვენთან ესეთი წესია. რომ თქვენ თუ გინდათ რომ ეზიაროთ, უნდა თქვათ აღსარება. თუ ეხლა სხვა საშუალება არ არის, დაიცადეთ, თუ ერთი მღვდელი არის ტაძარში, დაიცადეთ, დაამთავრეთ ზიარებას, მივიღებ აღსარებას და გაზიარებთ კი შეიძლება ეს თუ იქნება ეს. მაგრამ თუ გინდათ რომ ეზიაროთ, აი ახლა უნდა მითხრათ აღსარება. თუ არა და მაშინ სხვა დროს ეზიარებთ. აი ეს დღემდე, ესე იგი, ყოველ შემთხვევაში მე მინდა გითხრათ, რომ მე აი პატრიარქის კურთხევას ვასრულებ და აი ამდენი წელია, თან სასულიერო პირი ვარ, ბევრი წელია უკვე მღვდელმთავარი ვარ, 30 წელია, ხო და მე მინდა გითხრათ, რომ ეს წესი არ დამერღვევია. ანუ შესაძლებელია. იცით ძნელი წარმოსადგენია, იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა მრევლი, ზიარების სურვილებით. არ ვიცი ხა ქალაქში როგორ ხდება თბილისში, ხო? შეიძლება არის რაღაც, მოგეუბნებით გამიგია მოკლედ ეს რომ ეს ვიღაც არ ასრულებს ამას, მაგრამ მე არ მახსოვს რომ პატრიარქს ეს ლოცვა-კურთხევა შეეცვალოს. არა. რამდენჯერ სხვადასხვა ვითარებაში გვიკითხავს, კატეგორიულად გვეუბნებოდა, რომ აუცილებლად ყოველი ზიარების წინ უნდა თქვას ადამიანმა აღსარება. და ძირითადად ეს ჩვენთან სრულდებოდა და შესაბამისად, აი
როგორც მოგახსენეთ, მოძღვარი ჭირდება ყველა ადამიანს და ამიტომ ეხლა ვერ გეტყვით რამდენი ხანია ეპარქიაში მსახურებას განსხვავდება თბილისში მსახურებისგან და ეხლა ვერ გეტყვით რა ვითარებაა, მაგრამ აი მაშინ ჩვენს დროს ესე იყო, რომ როდესაც ემზადებოდა საკურთხევლად, ანუ დიაკონია, უკვე ესე იგი რაღაცა ხალხის რაოდენობა რიგში იდგა და ესე იგი ელოდებოდა, რომ როგორც კი ეკუთხება, რომ მივიდეს მასთან და რომ ის გახდეს მათი სულიერი მოძღვარი. იმიტომ რომ მოძღვართანაც რაღაცა გარკვეული შეზღუდვა არის, უკვე რაოდენობაში რამდენი ადამიანი შეუძლია მოძღვარს რომ მიიღოს, ახლა მიდის ეუბნება რომ თქვენი კი ბატონო მობრძანდით, მაგრამ რაღაც ზომა ხო ყველაფერს რა ერთ ადამიანს რამდენი ადამიანი შეუძლია რომ მიიღოს აღსარება თქმენოს აზიაროს ხო? რაღაცა გარკვეული განსაზღვრულია რა ეს რიცხვი. მოკლედ, ყველა მოძღვარს თავისი აქვს ესეთი რიცხვი, რამდენი შეუძლია. მაგალითად, მამა არჩილ მინდიაშვილს ჯერ კიდევ მაშინ მე მომისმენია უთქვამს, რომ აი თქვა აღდგომის წირვაზე 200-ან 300 ადამიანი უზიარებია მარტოს. ხო, მაგრამ 1000 ადამიანს ხო ვერ აზიარებ და არა და არის ეს რაოდენობა იზრდება რა. მოკლედ აი ესეთი რიგი იყო და მოკლედ მე ესე იგი გავხდი ხდელი და პირველი სულიერი შვილი მოდის ჩემთან. ხო და ეს დედა ელენეს ანუ მაშინდელი ელენ ლალინა პიტვარიძე ესე იყო. იმისი მოკლედ პროტეჟია რა ეს ახალგაზრდა ქალბატონი და ხო და მე ვუთხარი რომ დედა ელენეს გამოუტყდი რომ ვუთხარი ძალიან ცუდად ავარ მეთქი ფიზიკურად რა. ხო და მერიდება მეთქი ხა რას იფიქრებს ხა ეს აი ისე ხო გითხარით ეს ეხა აღარაფერს აღარ მერიდება არც ავადმყოფობისა აუქნა ადამიანი ვარ ხო ხან ავად გავხდები ხან წელი გამიშეშტება ხან რაღაცა აუქნათ კი არა და აი დიდი ბოდიში ხა უხერხული თემაა მაგრამ აი ხო გინდა აი პატრიარქი აკეთებს ამას ყველაფერს რომ აი გზურდის გვასწავლის როგორ უნდა ვიყოთ მაგალითად მოხდა ისე რომ სასულიერო პირი ვარ და აი ტუალეტში მინდა შესვლა რა ვქნა ქალაქში ვარ თქვა და სადღაცა ხო არა შეიძლება საზოგადოებრივ აი ვერ წარმომიდგენია ახლა დალი როგორ უნდა შევიდეს საზოგადოებრივ ტუალეტში რა და არა შეხო ჩეულებრივ რა ვქნა ადამიანი ხარ და ეჩვევი ესეც თავმდაბლობას გაჩვევს რა რაღაცნაირად ხო და ესე რა და მაშინ არ მქონდა ეს თავმდაბლობა და ხო გითხარით ტელეხანე გავშეშტი და ხო და ეხა პირველი სულიერი შვილი მოდის რა და უნდა გავესაუბრო რა უნდა გავესაუბრო კი არ ვიცი ხარ მართალი გითხრათ მაგრამ მოკლედ სიონის ტაძარში აი საკურთხეველს რო უყურებთ მარჯვენა მხარეს არის ვახტანგ გორგასალის სახელობის თუ მთავარანგელოს სახელობის ერთი არის ვახტანგ გორგასალის და ერთი არის მთავარანგელოს მოკლედ ერთ-ერთი აი მარჯვენა მხარეს სექტორში შევდივარ იქ ანალოგია დგას ესე იგი საწიგნობელი ძირთად ესე ახლა რომ ამაზე სახარება უნდა დაიდოს ჯვარი და ესე უნდა მიიღო აღსარება მგდელმა და იქ არაფერი არ დევს ახლა მაგრამ აი ეს ორი ხელით ვარ ჩამოკიდებული მოკლედ ამაზე რომ აი არ შემეტყოს რა ეხა რომ მაინდა-მაინც ავატარ ხო და მოდის ეს ქალბატონი რაღაც ვისაუბრეთ ესე შვიდად რაღაცა და აი რა გითხრათ რა ბოლოს მეუბნება რომ იცით რაო ჯვარი შეგიძლიათ რომ მიკურთხოთო ხო და აი ბოლო დარტყმა იყო რა იმიტომ რომ იქ ხანცუთას არაფერი არა მაქვს ეს ჯვარი უნდა გამოვართვა შევიდე საკურთხეველში იქ უნდა ვაკურთხო იმიტომ რომ ნაკურთხი წყალი იქ არის როდესაც არ ვიცოდი რა ხეთოს კურთხევა უნდა თორე რაღაც მომიზადებოდი მოკლედ და მოკლედ აი როგორ ახლა პირველ სულიერშს როგორ უნდა უთხრა ახლა უარი ჯვრის კურთხევაზე რა და კარგით მომეცით მე უთხარი და აი როგორ გავიარე ესე მოგრეცილმა და ძალიან ესე დიდი ღირსების გრძნობით მაგრამ ესე მოგრეცილი შევედი მოკლედ უკურთხე და გამოუტანე და აი იმითი დამთავრდა სამშაბათს რა თქმა უნდა ვეღარ მივედი ტაძარში პარაკლისზე მაგრამ აი ეს პირველი ეტაპი ჩემი უდაკურთხევის აქ დამთავრდა ერთი კვირა ვერავდექი ლოგინიდან მოკლედ რა შემდეგ კვირას უკვე ვიყავი ტაძარში პატრიარქთან წირვაზე ხო და როგორც დიაკვნად კურთხევის შემთხვევაში ხა დიდი მარხვა და
დიდი მარხვა და ყოველდღიურები არ სრულდება. მაგრამ მაინც ესე იგი რაღაც პრაქტიკა მაქვს, ნუ პირველ შეწირულის ლიტურგია სრულდება, შაბათ-კვირა სრულდება და მოკლედ ეს პრაქტიკა უნდა გავიარო და ჯერჯერობით სიონის ტაძარში ვარ. ჯერჯერობით სიონის ტაძარში ვარ და შემდეგ უკვე ჯერ არ დაუნიშნივარ პატრიარქს და ველოდები უნდა დამნიშნოს სადღაცა რომელიღაც ტაძარში და არ ვიცი სად დამნიშნოს პატრიარქი. და მოკლედ ველოდები ამ დანიშნოს და ჯერჯერობით ესე სიონის ტაძარში დავდივარ და ახლა შემდეგ რა მოხდა, უკვე შემდეგ საუბარში მოგიყვებით, როგორ გაგრძელდა ეს პირველი პერიოდი. მე კი დღეს ამითი დაგემშვიდობებით, ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.